დღეიდან გადაცემაში ახალი რუბრიკაა. ჩვენი ექსპრესის ორმა ჟურნალისტმა მიმოგზაურეთ ევროპაში, რომ გაგვიცნო იქაური კულტურა და ევროპელი თინეიჯერები. გადაგვიღო რამდენიმე TV story და გვეჩვენებინა ეს ყველაფერი თქვენთვის. ეს იყო ტური, რომელშიც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან 6 თინეიჯერი იღებდა მონაწილეობას. ევროკავშირის დახმარებით ჩვენ ევროპის რამდენიმე ქვეყანა კიბერავტობუსით მოვიარეთ. საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია და ბელგია. ყველაფერი კულტურიდან ნაგავსაყრელამდე. ორი დაუვიწყარებლად დადვრთული შეხვედრებით, ჩვენებებით, იქაურ ახალგაზრდებთან კონფერენციებით. ერთ-ერთი პირველი გაჩერება და პირადად ჩემთვის დაუვიწყარი გარემო მონმარტრი იყო. ამიტომაც დღეს ნახავთ რა ხდება პარიზული კულტურის ერთ-ერთ ცნობილ ცენტრში. ესე იგი, ეხლა მივდივართ მონმარტზე, უნდა ვნახოთ მხატვრები. საერთოდ შეუძლიათ თუ არა თავის პროფესიით აქ ადამიანს ანუ ისეთით როგორიც არის მხატვრობა გადარჩა, ხო? ხო, და საფრანგეთის სახელმწიფო ძალიან უწყობს ხელს, ანუ ეს არის რაღაც ერთ-ერთი ტურისტების მოზიდვის ადგილი მათთვის ალბათ, არ ვიცი. აი მე ები დავინახე შენ ასიას. Montmartre. Voilà, plus. Georgie, plus. Anche, da film dodi. არ ვიცი ახლა რას მიშვებენ, მაგრამ მე მგონი რაღაც აქცია არის. იმედია ფულს არ მომთხოვენ. What is it? For what? Hakuna Matata. Hakuna Matata. Aha. Hey. Bonjour. You say. Monsieur, vous avez pas des pièces? I don't speak French. Oui. C'est pour vous, monsieur. Pour moi? C'est la pièce pour vous. Merci. Merci. ისე პარიზში ვართ, მონმარტზე ვართ, ახლა უნდა დავათვალიეროთ რაღაც მუსიკას. და აქ არის ერთი მუსიკოსი, რომელიც ალფაზე უკრავს და სხვათა შორის ძალიან მაგრა უკრავს. მართლა მაგარია. ძალიან მაინტერესებს როგორია მუსიკოსისთვის პარიზში ცხოვრება და არის თუ არა ეს ადვილი. La ville de Paris. საერთოდ პარიზში მუსიკოსებს და მხატვრებს ძალიან უყვართ ერთად შეკრება. ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობა გამოდის. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ხანია აქ საქმიანობთ? 30 წელია აქ მუშაობ. უკაცრავად ინგლისურად ასეც სულაც რო ვლაპარაკობ. როგორი გრძნობა იმუშავა ასეთ ადგილას და მოგწონთ თუ არა თქვენი სამუშაო? ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ არა. ეს მაინც ქუჩაა და ხანდახან უსახლკაროსას ემსგავსები. მაგრამ მაინც ხელოვანი რჩები. შეუძლია ადამიანს ამით თავი რჩინოს? არ ვიცი. მე მჯერა ღმერთის და ვიცი რომ შეერი არ დამტოვებს. ეს ჩემი საქმეა, ეს ჩემი საჭმელია. ჩემი ცოლი და ჩემი შეყვარებულია.
სახლში რომ დაბრუნდები, დედა შენს მადლობა უთხარი. ასეთი ლამაზი რომ გაგაჩინა. Vero Picasso. Bravo. T'ho compris. It's my father. My father for art.